მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, კორუმი გვაქვს, რამდენიმე კოლეგაც შემოგვიერთდება კომიტეტის მიმდინარეობის ფარგლებში. დარიგებულია დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი გვაქვს, მათ შორის საქართველოს მთავრობის ინიციატივები, საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივები, ვთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და შესაბამისად მივყვეთ. მადლობა. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ქადაგიშვილის, მაია ბითაძის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით. გთხოვთ ქალბატონო მაია. მოსწავლებელი ქალბატონი მაია ბითაძე. და ქალბატონო მაია, შემდეგი საკითხიც თქვენი გამოსატანია ადმინისტრაციულ საფრთხესთან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისად ერთ საკითხს რომ განვიხილავთ, გავაგრძელოთ მეორედიც. გისმენთ, მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით. განსახილველად წარმოგიდგენთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის მომზადებული. აღნიშნული კანონპროექტი 5 ძირითადი მიმართულებით განსაზღვრავს ადმინისტრაციული სანქციების ზრდას. კონკრეტულად მოგახსენებთ, რომ 2019 წელს გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა იმ პერიოდში მხოლოდ დედაქალაქში ამტვრევადი მასალის სველი წესით დამუშავების აკრძალვას, ისევე როგორც ამტვრევადი მასალის გადაუხურავი მეთოდით ტრანსპორტირებას და ასევე ბენზომზიდი მანქანების მიერ ასფალტის საფარზე სველი ბენზინის დაღვრვის აკრძალვას. შესაბამისად განისაზღვრა ადმინისტრაციული სანქციები აღნიშნული ქმედებებისთვის. იმავდროულად 2019-20 წლებში მომზადდა საკრებულოს აქტი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე გრძალავდა გარკვეული ტიპის საფრთხისშემცველი და მეორადი პროდუქციის, მათ შორის აფეთქებადი, ადვილად აალებადი, ასევე მეორადი მოხმარების საბურავების და სხვა ტიპის პროდუქციის აკრძალულ ტერიტორიაზე განთავსებისა და ვაჭრობის საკითხებს, ისევე როგორც საკრებულოს მიერ დადგენილ ტერიტორიაზე ამგვარი პროდუქციითა და მასალის განთავსების წესებისა და პირობების დარღვევის საკითხს. 2022 წლიდან ბენზომზიდი მანქანის სველი ცემენტის დაღვრვის, ამტვრევადი მასალის ტრანსპორტირებისა და სველი წესით დაუმუშავებლობის მუხლები გავრცელდა მთელ საქართველოზე და მასზე კონტროლის განმახორციელებელი კანონმდებლობით განისაზღვრა როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსრულების თვალსაზრისით ამ სამ მუხლზე დინამიკაში საკმაოდ ბევრი სამართალდარღვევა გამოვლინდა, სასიხარულო დინამიკაში კლება არის, მაგრამ მაინც მრავლად ხდება აღნიშნული სამართალდარღვევები. შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით მოთხოვნილი ადმინისტრაციული სანქციების ზრდა აღნიშნული ქმედებების განხორციელებისთვის, მათ შორის უმდაბლესი ჯარიმა, რომელიც განსაზღვრული იყო 500 ლარით, იზრდება 2500 ლარამდე თითოეული ამ ქმედებისთვის, მათ შორის ტრანსპორტირებისთვის 200 ლარიდან 1000 ლარამდე და განმეორებითი შემთხვევებისთვის მაქსიმალური სანქცია აღნიშნული მუხლებისთვის განსაზღვრულია, მათ შორის ბენზომზიდი მანქანის შემთხვევაში 10000 ლარამდე. ამასთან მეორეული საბურავების ფეთქებადი, აალებადი და სხვა ტიპის სახიფათო პროდუქციის ვაჭრობისა და განთავსების ადგილების თაობაზე ადმინისტრაციული სანქციები, რომლებიც 152, მე-4 და მე-5 მუხლებით არის განსაზღვრული. აღნიშნული მუხლების, ასე ვთქვათ, მოქმედება პრაქტიკულად 26 წლის 1 იანვრამდე პრაქტიკულად შეჩერებული
გადაწყობებულია გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს შესაბამისი აქტი იქნა გადავადებული 26 წლის 1 იანვრამდე, 26 წლის 1 იანვარს საკრებულოს ეს აქტი ამოქმედდება, შესაბამისად ის ჯარიმების ოდენობები, რომელიც 2019 წელს იქნა განსაზღვრული, საკმაოდ დაბალია, მათ შორის უმდაბლესი იყო 500 ლარი, ხოლო უმაღლესი იყო 3000 ლარი, ბოდიში 6000 ლარი, შესაბამისად, ახლა მოთხოვნილია სანქციების ზრდა 2500 ლარიდან მაქსიმუმ იქნება სანქცია განსაზღვრული 30000 ლარის ოდენობით. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მზად ვარ, რომ პირველი მოსმენისთვის კითხვებზე პასუხს გავცე. ჩვენ ასევე წინ გვექნება მეორე მოსმენა და ნებისმიერი საკითხი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დახვეწას, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. მადლობა, გალბატონო მაია, კოლეგებო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის? დამსწრე საზოგადოებისგან, ასეთი არ გახლავთ. მადლობა, გალბატონო მაია, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული ისეთი მექანიზმები არსებობდეს კანონმდებლობით, რომელიც ხელში უწყობს გარემოზე ზრუნვას, იმიტომ რომ ზუსტადაც ამტვერებული ჰაერით სუნთქავთ ჩვენს თითოეული მოსახლე და ამავდროულად, რაც კანონით არის აკრძალული, მნიშვნელოვანია მათ შორის საკანონმდებლო, მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ, რომ დროულად განისაზღვროს ის ადგილები, სადაც აღარ იქნება შესაძლებელი მეორეული საბურავების, შავი და ფერადული თონების ჯართის და ასე შემდეგ მათი რეალიზაცია და შესაბამისად ამისთვის მოწყობილი და კეთილმოწყობილი ადგილები იყოს განსაზღვრული. თუ კითხვები და შენიშვნები არ არის და რადგანაც ასეთი არ არის, საკითხის განხილვა დასრულებული აქვს. გთხოვთ შემდეგი საკითხის რომ წარმოადგინოთ, ეს გახლავთ ადმინისტრაციული საფრთხეებიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით. დიდი მადლობა. პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის პროექტს, რომელიც ასევე დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს იმ პირების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერადად გათავისუფლებას, რომლებიც 25 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდამცავთა კოდექსის 135 მე-4 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. კერძოდ A და B კატეგორიის ტაქსებით საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა ან საქმიანობა განახორციელეს უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში განხორციელდა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მაინც არის გამოვლენილი გარკვეული საკითხები, რომლებიც კვლავ ხელშეწყობას და ასე ვთქვათ, რაღაც ჰუმანურ მიდგომებს საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები საკმაოდ ბევრი იყო ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 20 მილიონამდე არის გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებით გამოწვეული თანხები, რჩება დაახლოებით 8 მილიონზე ცოტა მეტი ლარი, რომელიც გამოწვეულია სწორედ A და B კატეგორიის ტაქსებით უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით. დარღვევისთვის ძირითადად სანებართვო პირობების დარღვევა ამ შემთხვევაში გამოვლენილია სანებართვო მოსაკრებელის გადაუხდელობა. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეფორმის მთავარი მიზანი არ ყოფილა მანდამაინც რაღაც თანხების ამოღება ამ ადამიანებიდან, არამედ მთავარი მიზანი იყო, რომ მგზავრთა ტრანსპორტირებისა და გადაყვანის სისტემაში ლეგალურად და ფორმალურად ჩართული ყოფილიყვნენ ტაქსები, რაც რეალურად განხორციელდა, შესაბამისად მიზანს შეწევნად მიგვაჩნია და გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას იმისთვის, რომ აღნიშნული ჯარიმებისგან ერთჯერადად გათავისუფლდნენ ეს პირები, იმავდროულად საკანონმდებლო პაკეტი კანონპროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონის დამტკიცების შემდგომ მუნიციპალიტეტმაც ერთჯერადად სანებართვო მოსაკრებლებისგან გაანთავისუფლოს ეს პირები, ერთჯერადად ბუნებრივია და ისევ 25 წლის 1 ნოემბრამდე განსაზღვრული ვადით. ეს თანხაც დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან შეგახსენებთ, რომ სანებართვო
პირობები აღნიშნული ასე ვთქვათ საქმიანობის განმახორციელებლებისთვის A კატეგორიის ტაქსებისთვის დადგენილია როგორც ის რომ აღნიშნული ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის, უნდა თავზე ედგათ ტაქსის მანიშნებელი ნიშანი, ისევე როგორც რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილი უნდა გქონდეთ. ეს არის ძირითადი პირობები, რომლის ასე ვთქვათ ფორმირებაში სახელმწიფომ და თბილისის მერიამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა, მათ შორის იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული მათი მხარდაჭერისთვის, როგორც ავტომობილების გადაღების ან სხვა მეთოდით გათეთრების თვალსაზრისით, ისევე როგორც მათ უფასოდ გადაეცათ ეს თავზე მდგომი მანიშნებლები. მათი საფასური A კატეგორიისთვის დღიურად განისაზღვრება და წლიურად დაახლოებით ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ჰიბრიდულისთვის 50 და ელექტროტაქსებისთვის არის ნულოვანი გადაკვეთი. B კატეგორიის ტაქსები, რომელიც აი მანიშნებელი ნიშნებით არ ხასიათდებიან და ის შესაბამისად ასარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით, მათ შორის ელექტროდამტენებით და ბასლაინებში გადაადგილებით, ისე როგორც თავყვანი ჩამოსხმისთვის განსაზღვრული გარკვეული შეღავათებით. B კატეგორიებისთვის არის მართლა მოსაკრებელი, არის განსაზღვრული ფიქსირებული 100, 50 და ნულოვანი განაკვეთით. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა პირველი მოსმენისთვის, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მზადვარ რომ გიპასუხოთ. მადლობა გალბატონო მაია უწურავად წარმოდგენილი ინიციატივისთვის კოლეგები შეკითხვები შენიშვნები ხომ არ გაქვთ დამცველ საზოგადოებას ასეთი არ არის მადლობთ გალბატონო მაია ჩვენ გავაგრძელებთ ორივე ინიციატივასთან დაკავშირებით მეორე მოსმენის პარაგრაფში მუშაობას ეს კარგი პრაქტიკაც რა თქმა უნდა გვაქვს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს როგორც თქვენი კომიტეტიდან ისე ჩვენი იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან უკვე დავხვეწთ მიმდინარეობისას თუ საჭიროება იქნება მადლობა. შემდეგ გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ახალი საარჩევნო კოდექსი თანდეც ცვლილებებთან ერთად მოხსენებელი ბატონი დავით მათიკაშვილი. გთხოვთ ბატონო დავით. კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მივესალმებით ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, რომელიც მედიით თვალყურს გვადევნებს, წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით თანდართულ კანონპროექტებთან ერთად. მოგახსენებთ, რომ ეს კოდექსი 2011 წელს მიღებული გადამუშავდა პროსტორად შევიდა ძალიან ბევრი ცვლილება დღემდე დაახლოებით 100-მდე ცვლილება შესული და დღევანდელი გადასახადით იმ გამოწვევებით და იმ იმპერიული გამოცდილებით რაც არის სოგორტოვად საარჩევნო კუთხით დაგროვებული ჩვენს ქვეყანაში მივედით იმ დასკვნამდე რომ აუცილებელია ეს კოდექსი გადამუშავდეს პრაქტიკულად ახალ კოდექსამდე დავიდეს ბევრი მიმართულებით და ისე იქნა საზოგადოებისთვის წარდგენილი საჭიროა ნორმების სისტემატიზაცია, ერთგვაროვანი ნორმების გაერთიანება, არის გარკვეული გარდამავალდებულებებში არსებული ისეთი ქცევის წესები, რომელიც არა მხოლოდ დროებით, არამედ მუდმივად მუდმივ ქცევის წესად ვალდებულებად, საკანონმდებლო ვალდებულებად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დადგინდეს. ასევე არის ცალკეული პრინციპული საკითხები, რომელზედაც მე გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით. დავიწყებ კონკრეტული პრინციპული ცვლილებებით, რომელიც განიცადა საარჩევნო კოდექსმა ამ ცვლილებების და დამატებების ფონზე, რომელსაც მე თქვენ ახლა წარმოგიდგენთ. პირველი არის ის, რომ ზუსტდება ზოგიერთი ტერმინთა განმარტება და მათ შორის რეფერენდუმის პლებისციტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გამართვის კუთხით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ვიდეო გადაღების, ფოტოვიდეო გადაღების წესი. კერძოდ კანონპროექტის თანახმად გინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეო გადაღება არ გულისხმობს აუდიო მონიტორინგს. მოგახსენებათ, ფოტოვიდეო გადაღება არის დადგენილი დანერგილი წესი საარჩევნო
იმ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში და პირადად მე მახსოვს 2012 წლიდან მას მერე რაც უშუალოდ ვარ ჩართული არჩევნებში თითქმის ყოველ წელს ფოტო ვიდეო გადაღება ჩვეულებრივ აპრობირებული მეთოდი დადგენილი იყო საარჩევნო უბნებზე, თუმცა არა ხმის ჩაწერა, რომელიც არის პერსონალური მონაცემების გაჟღერების რისკის მატარებელი, მონებრივია რომ ის არ უნდა იყოს მიღებულ წესად საარჩევნო უბნებზე, ამიტომაც კიდევ ერთხელ ხდება კაფეო განმარტება, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია, ხოლო აუდიო ჩაწერა არა შესაბამისი არჩევნების დღეს უბანზე, საარჩევნო უბანზე. თქინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას განკარგულებას საჩვერის განხილვა დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, კერძოდ საჩვერის განხილვა დატოვება დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის კაფეო დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთან, შესაბამისად მიზანშეწონილია საჩვერის დასაშვებების საკითხის შესწავლა და სათანადო გაწყვეტილების მიღება განხორციელდეს კომისიის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოქნილი და ეფექტური საარჩევნო პროცესის წარმოებისთვის. არჩევნების სათანადო ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოების და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვები, აქამდეც ჩვენ ვიცით, რომ მოწყობილთა შორის კომისია იქნება არჩევნებამდე, ხდება კოორდინაცია, ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ეს წესი კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს და დაადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახელმწიფო ორგანოთა თანამშრომლობის საკითხებს უკვე ნორმატიული სახით. საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. ამჟამად მოქმედი რედაქცია ასეთ ბრძანებას არ ითვალისწინებს. საარჩევნო და ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომელიც უნდა გადავიდეს შესაბამის საკანონმდებლო დონეზე. საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტების და პოლიტიკური კადრების მოძიების პროცესის ახალისების მიზნით იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის და შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. საარჩევნო ოლქების და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შექმნის მარეგულირებელი ნორმები ერთ თავში ერთიანდება. კენჭისყრის დაარჩენების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ასევე ერთ თავში ერთიანდება. ამასთან ზუსტდება შემოჯამებულ ოლქში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა. ჩვენ ახალი ცვლილებებით უკვე აღარ დავამგვალებთ პარტიების მიერ მიღებულ ხმების რაოდენობას, რომელიც დათვლისთვის კი ადვილი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში იძლეოდა ისეთ სურათს, რაც რეალობასთან იყო აცდენილი, რადგანაც დამგვალება ბუნებრივად იწვევს ასეთ შედეგს. ამიტომაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღარ დამგვალდება, იქნება ციფრი და მას შემდეგ, მძიმის შემდეგ 5 კიდევ ციფრი, რომლითაც იქნება საბოლოოდ განსაზღვრული ის თუ რა კონკრეტულად რა ხმების, ნამდვილი ხმების რაოდენობა მიიღო ამა თუ იმ პარტიამ არჩევნებში. იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგადაც ნასამართლობის მქონე პირი ადმინისტრაციული სახდელიც რომ ხონდეს მას დადგენილი ის უკვე აღარ აირჩევა საუბნო საოლქო კომისიის წევრად. მოქმედი წესით ჯარიმა არ ითვლებოდა, ასე ვთქვათ, ასეთი შეზღუდვის ფლექსიბილურ საფუძვლად, აწიით ჩაითვლება. საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამორჩევის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისგან, რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადა, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითების გარეშე. ეს წესიც და შეშება პირთა მიმართ მათი სურვილით საარჩევნო დღეს ეთლით მოსაგებლეების ოთხით საარჩევნო უბნის არჩევისა, ორივე წესი იყო გარდამავალდებულებებში და ცვლილებების შედეგად ის დგინდება როგორც სავალდებულო შესრულებელი წესი, მუდმივად შესრულებელი წესი კანონმდებლობიდან გამომდინარე. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის დაწესებული მოთხოვნები ერთიანდება ერთ მუხში, ამასთან დგინდება რეგისტრაციის ერთგვაროვანი ვადები. კერძოდ ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიის და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების რეგისტრაციის მიზნით კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არაუღიარეს 10 დღისა. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლობა წარმოთვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ კენჭისყრის შენობიდან გაძევებულთვის აეგზავნება სხვა ნებისმიერ შენობაში შესვლაც. ცხადია, რომ თუკი ასოციალურად და კანონსაწინააღმდეგოდ იქცევა პირი ერთ უბანში, მაღალი მოლოდინი რო სხვა საარჩევნო დაწესებულებაში, საარჩევნო უბნებში ან საარჩევნების მიზნით არსებულ პროცესებში ისიც ანალოგიურად მოიქცევა
მარცხაწინააღმდეგოდ და ასოციალურად. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმოთვის მიზნით გინდება საბუნებისმეტყველო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფად ფორმირების საფუძვლები, თუ კი 9 წევრიანი შემადგენლობა ვერ შედგა, ანუ უბანი გადაკეთდება სპეცჯგუფად, ადმინისტრაცია გადაკეთდება სპეცჯგუფად, ხოლო ქორუმი იქ დამსწრეთა უმრავლესობით განისაზღვრება, ეს იმიტომ რომ არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი. ასევე გადასატანყუთან დაკავშირებით იცვლება წესი და საოლქო საარჩევნო კომისიაში წარედგინება გადასატანყუთი, თუ კი იქარწებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არ ემთხვევა საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობას, თუ კი იყო დაულუქავი გადასატანყუთი, როდესაც დააბრუნეს საარჩევნო უბანზე, ასევე სხვა შემთხვევაში, რაც სპეციალურ მონიტორინგს კიდევ დამატებით საჭიროებს. იცვლება გამონაკლისის შემთხვევაში შექმნილი საბუნებისმეტყველო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადები, იყო 9 დღე კენჭისყრის დღემდე, ეს ვადა 9 დღით გასასრული და ახლა იქნება კენჭისყრის დღემდე აღგვიანეს 10 დღისა და მივედით საკითხზე, რომელმაც ცალკეული სპეკულაციები გამოიწვია პრინციპში ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა შორის, რომელმაც ტყუილის პროპაგანდირება, რომელზედა დაყრდნობით ტყუილის და ცრუ ნარატივის პროპაგანდირება მიყვეს ხელი თითქოს რაიმე ფორმით ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ვართმევდეთ საარჩევნო უფლებას, ესე მტკნარი სიცრუე. მიღებულია გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს საზღვრების შიგნით საარჩევნო უბნების გახსნისა, ანუ არარეზიდენტ ჩვენს მოქალაქეებს, ისე როგორც სხვა ყველა მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებს, ექნებათ უფლება საარჩევნო საპარლამენტო არჩევნებზე ჩამობრძანდნენ ჩვენს ქვეყანაში საკუთარ სამშობლოში 4 წელიწადში ერთხელ და იქ თანაბარ სხვა პირებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ გათვითცნობიერებული და ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოვყალიბდით, საკონსტიტუციო დანაწესები ბოლომდე არის აღსრულებული და საპარლამენტო არჩევნებს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი რეალობისთვის. ამ არჩევნების შემდგომ იქნება მთელი სახელისუფლებო რგოლი, როგორც მთავრობას ეცხადება ნდობა, ასევე პრეზიდენტი ირჩევა, მოკლედ ამ არჩევნებს გააჩნია გამორჩეულად დიდი მნიშვნელობა, ამიტომაც სწორედ ამ არჩევნებზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ყველამ, მათ შორის და ამ შემთხვევაში ამ ცვლილებიდან გამომდინარე პირველ რიგში ჩვენი არარეზიდენტმა მოქალაქეებმა შეძლონ და გააზრებით ყოველგვარი პირდაპირი და ზეწოლი ჩარევების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. ჩარევებს რაც შეეხება იყო აშკარა და ხელშესახები წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიქაელ როტის მიერ დაანონსებული და პრაქტიკულად ცდელობა არ დაკლებული პროცესი ჩვენი ამომრჩევლებისთვის რაღაც კონკრეტული პოლიტიკური გემოვნებით შესაბამის საარჩევნო პროცესებში ჩაბმისა და ჩართვისა, ეს იყო პირდაპირ სახეზე. ჩვენ კარგად ვიცით ტექნოლოგიური გამოწვევები 21 საუკუნის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, ვიცით ის, რომ კონკრეტული ადამიანები, როდესაც სხვა ქვეყნის სახელისუფლებო იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ეს იურისდიქცია მათზე გავლენას ახდენს, არის პოლარიზებული მედია გარემო, როდესაც მით უმეტეს უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს მათ პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ წყაროდან აქვთ ინფორმაცია და სანამ საქართველოში ამ პოლიტიკურ მდგენელს ადგილზე თვითონვე არ გაეცნობიან, ბუნებრივია ძალიან რთული იქნება გააზრებული და თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება, იგივე პრინციპს ესადაგება, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე იურიდიულ მეცნიერებაში, მაგალითად გერმანიის შემთხვევაში არსებული შეხედულება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ აქ ორ მომენტს გამოვყოფ, ერთი რომ არ არსებობს სოფლიოში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულება, საერთაშორისო შეთანხმება, საერთაშორისო ვალდებულება, რომ საპარლამენტო არჩევნები მეორე ქვეყანაში ჩატარდეს იგივე წესით, იგივე კონტროლით, იგივე მოწესრიგებულობით, საკანონმდებლო მოწესრიგებულობით, როგორც ეს ტარდება ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში, სადაც ინიშნება საპარლამენტო არჩევნები, ამიტომაც მხოლოდ საკომუნიკაციო და მეორე მხოლოდ საკომუნიკაციო არხის არსებობა საკუთარ სამშობლოსთან, იგივე მედია თვალსაზრისით, ბუნებრივია სრულყოფილ სურათს ვერ შეუქმნის ვერავის, მათ შორის ჩვენს უძვირფასეს ემიგრაციას, იმისთვის რომ სრულყოფილად შეიგრძნონ და გაიაზრონ ის პოლიტიკური მდგენელი, რაც
რაც არის საკუთარ სამშობლოში. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არის სრულიად გასაგები ის ასე ვთქვათ გამოწვევები, რომელიც ჩვენი არარეზიდენტი მოქალაქეების წინაშე დადგება 4 წელიწადში ერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ნათელია და აბსოლუტურად ვაცნობიერებთ იმას, რომ ამ მოგზაურობას თუ ადგილსამყოფელი ქვეყნის დატოვებას მარტივი წინაპირობები არ აქვს. ამ საკითხის, ანუ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და იქ იმ დღეს, იმ ერთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ადამიანების ხელში, მოსახლეობის, მოქალაქეების, საზოგადოების ხელშია ხელისუფლება, აი ამ დღეს სწორედ ის არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლის შესაბამისად უნდა აბსოლუტურად თავისუფლად გამოიხატოს, უნდა მართლაც სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნას ამ არჩევანის თავისუფლად გამოხატვისთვის. ისევე როგორც არის ეს ირლანდიაში, ისევე როგორც არის ეს მალტაზე, ისევე როგორც არის ეს ისრაელში და სომხეთში, საქართველოშიც ჩვენს ძვირფასის ემიგრაციას აქ ადგილზე ჩამობძანება და 4 წელიწადში ერთხელ ხმის მიცემის შესაბამის ინსპირაციას ვუქმნით ჩვენ აი ამ საკანონმდებლო დანაწესით. აქვე ვიტყვი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვაკეთებთ კიდეც მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ძვირფასი ემიგრაციისთვის, ჩვენი ქვეყანა იყოს ის დაბრუნების, ის საბოლოო ნავსაყუდელი, დაბრუნების ადგილი, რისთვისაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იქნება მაღალი ეკონომიკური წინსვლა, მაღალი პროცენტი ეკონომიკური პროგრესი, იქნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, აი ეს თუნდაც ემა არის ინვესტიციის თვალსაზრისით 30,000-ზე მეტი სამუშაო დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი 11 მილიარდიანი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ცხადია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შექმნის იმ წინაპირობას, რომ ჩვენმა ემიგრაციამ საკუთარ ქვეყანაშიც იგივე ბენეფიტები და იგივე სიკეთეები მიიღოს, რაც უცხოეთში და აღარ იქონდეს აუცილებლობა ქვეყნის დატოვების და საბოლოოდ დაბრუნდნენ. ახლა ამ კუთხით ეს კონკრეტული ცვლილება რამდენად მაქსიმალურად ხელშეუწყობს, ეს არის ერთი საკითხი, თუმცა ინსპირაციას ამისთვის აუცილებლად გააჩენს. მეორე სახელმწიფო და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი სახელმწიფოს სურვილი სწორედ ამ გზაზე სიარულის, ასე რომ ნებისმიერი ჩარევის, ზეწოლის, არა გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების თავიდან აცილების მიზნით, რადგანაც საკითხი ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, რადგანაც საკითხი ეხება ყოველი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფაქტიურად ქვეყნის მართვაში, აი ერთ დღეს მონაწილეობის მიღებას, ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს გააზრებით, ზეწოლებისგან დამოუკიდებლად და ამისი ერთადერთი ადგილი ეს არის საქართველო, სადაც ასეთი უფლების განხორციელება შეუძლია ყველას, როგორც აქ მცხოვრებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ პირს. აქვე ერთსაც დავამატებ, რომ წლების განმავლობაში რუსეთში მცხოვრები 100,000-ობით ქართველი ამ წესით მოქმედებდა სწორედ, იქ მათ არ ჰქონდათ ხმის მიცემის საშუალება, ამიტომ ვისაც სურვილი ჰქონდა მობრძანდებოდა თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში და აქ ხდებოდა ხმის მიცემა. ეს წესი იქნება ზოგადი წესი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ჩვენი ძვირფასი ემიგრაცია, მათ ამ დღეს 4 წელიწადში ერთხელ საკუთარ ქვეყანასთან ფიზიკური კავშირურთიერთობის შესაბამისი საფუძველი კანონმდებლობიდან გამომდინარე ექნება. გამოიყენებენ და ისარგებლებენ ამით, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. და მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხს მივესალმებით. რაც შეეხება კანონში არსებულ დამატებით კიდევ რამოდენიმე საკითხს, ბარემ აქვე მოგახსენებთ და საარჩევნო დავების მარეგულირებები ნორმები ერთ თავში ერთიანდება. კანდიდატის რეგისტრაციის პროცედურის დროს დღეს მოქმედი წესებით ორი დოკუმენტი გვაქვს შესავსები და ახალი რეგულაციით მხოლოდ ერთი იქნება შესავსები და ორივე საკითხს პრაქტიკულად ეს ერთი დოკუმენტი შეითავსებს. იცვლება ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენის რეგისტრაცია და რეგისტრაციაზე უარის თქვა კანდიდატად პოლიტიკური პარტია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრს წარადგენს, ხოლო საინიციატივო ჯგუფს შეუძლია მხოლოდ უპარტიო კანდიდატის წარდგენა, ესეც არის გაკეთებული იმისთვის, რომ პარტიული დემოკრატია სათანადოდ განვითარდეს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში. რა მიზეზებითაც აიგრძალა ბლოკები, სწორედ იმ მიზეზით იგრძალება ის მოცემულობა, რომ აი პარლამენტის არჩევნების წინ, რაც გარკვეულ ცნობადსახეებთან თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ყოველგვარი პარტიული, იდეოლოგიური, აზრობრივი თანხმობის და თანხმედრის გარეშე ხდებოდა რაღაც ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება პოლიტიკური კორუფციის სუნით სასდიოდა ამ ყველაფერს, ხოლო მერე შემდგომი არჩევნების შემდეგ აღარ ჰქონდათ ამ ადამიანებს ერთმანეთთან არავითარი საერთო. და ბუნებრივია, რომ ეს პარტიული დემოკრატიის და დემოკრატიის განვითარების კუთხით ქმნიდა პრობლემას. ამიტომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ პარტიის წიაღიდან მოახდინოს პარტიამ კონკრეტული კანდიდატების წარდგენა. ხა თუ საინიციატივო ჯგუფი იქნება ინიციატორი, ბუნებრივია, მას უპარტიო წევრის წარდგენის უფლებაც აქვს და ექნება. და ბოლო საკითხი, ეს გახლავთ უკვე საკრებულო
კანონმდებლობის პირველი ხსნობის მოწვევა მოქმედი კანონმდებლობით ეს შემაჯამებელი საბოლოო შედეგის გამოქვეყნებიდან 30 დღეში ვადაში არის შესაძლებელი, ხოლო პროექტი პირველი ხსნობის მოწვევას ითვალისწინებს საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში. რაც შეეხება დანარჩენ კანონპროექტებს, ეს არის ძირითადი კანონპროექტი, რაც შეეხება დანარჩენ კანონპროექტებს, გეტყვით კოლეგებო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით იცვლება ნუმერაცია იქ, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეცვლილია მუხლების ნუმერაცია, ეს მუხლების ნუმერაცია ადეკვატურად იცვლება იმ კანონპროექტებში, რომელიც თან ახლავს ამ პაკეტს. ეს არის ძირითადად ის თქვაც მინდათ. კითხვების შემთხვევაში სადვარ გაცეთ პასუხი. მადლობა ბატონო დავით, ამუწურავად წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. კოლეგებო, შენიშნული მოსაზრებები მომარ არის. ასეთი არ გახლავთ, რაც გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ ჩვენი მუშაობთ ძალიან ბევრი აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენ გამოგზავნებთ პარლამენტის ხარდაჭერის შემდეგ მეორე მოსმენით საკითხების დაზუსტებას. დიდი მადლობა ბატონო დავით. მადლობა თქვენ. შეგიძლიათ დავბრძანდეთ. ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, ისარგებლებ უფლებამოსილებით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, თუ სწორად მახსოვს 2 დღის წინ, ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ერთი კონკრეტული ადამიანი, ლაშა ფარულავა, ბევრ სხვა ტყუილთან ერთად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილება მერის მოვალეობის შეწყვეტის შემთხვევაში, რომ თითქოს აღარ ტარდება რიგარეში არჩევნები, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არ ხორციელდება. შესაბამისად, მათ ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, ყოველ წამს, ყოველ წუთს ადასტურებენ ეს ადამიანები და რა ვიცი ეს მათ თავზე უფრო მეტს მეტყველებს. ხო, საერთოდ ფეხები აღარ აქვს. მართალია ბატონო დავით, მადლობა შენისთვის. კი. კიდევ ერთხელ, მერის თუ შეუწყდება უფლებამოსილება, დიახ, ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, როგორც ეს იყო მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული. შესაბამისად, დანარჩენ ტყუილების გარკვევლებას ბატონ ლაშას და მის თანამოაზრეებს ურჩევნო თავი დაანებულა. იგივე იყო ჯარიმასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი ჯარიმა იგულისხმება, როდესაც კომისიის წევრს აღარ იქნება უფლებამოსილება რომ გახდეს კომისიის წევრი, რასთან დაკავშირებით ბატონმა დავითმაც ისაუბრა და ადმინისტრაციულ ჯარიმებზე, ადმინისტრაციულ სახდელებზე შესაბამისად არაფერი არ ვრცელდება. ესეც კიდევ ერთი ტყუილი და იმდენი ტყუილია, რომ შეიძლება მთელი დღე მოვანდომოთ კომიტეტის კომის გაგრძელებას მათ ტყუილებზე სასაუბროთ, რაც რა თქმა უნდა არ არის არჩევანი მიზანი და არც ქართული ხალხისთვის საჭიროებას ეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ნაცი და ტყუილი სინონიმებია ერთმანეთის. სხვა ბევრ ძალადობასთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და არაერთ სხვა საკითხთან ასევე. შემდეგი საკითხი გახლავთ, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენა მოხსენებელი გახლავთ ბატონო გოგა ალადაშვილი, გთხოვთ ბატონო წარმოადგინოთ კანონპროექტი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე. ძვირფასო დამსწრე საზოგადოება, ესე იგი პირველი მოსმენის წესით წარმოგიდგენთ კანონპროექტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მას ემატება ახალი 262 სეკუნდა მუხლი. ეს ცვლილება ეხება ადმინისტრაციული საშუალის განხილვის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს. მოგეხსენებათ, ესე იგი მუნიციპალიტეტი გარკვეულ შემთხვევებში ახორციელებს ამ კანონით ამ კონტექსტით გათვალისწინებული სანქციების და გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას და შესაბამისად სანქციების შეფარდებას და სამართალდარღვევის მიერ ხშირ შემთხვევაში ხდება ამ აღნიშნული სანქციის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება და არის ასევე შემთხვევები, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ ახდენს სანქციის გაუქმებას და შესაბამისად ტოვებს მას ძალაში.
და მოქმედი რედაქციით, ესე იგი ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ამ გადაწყვეტილების ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართალდამცავებზე ჩაბარება და შესაბამისად რჩება შესაბამისი სანქციები აღუსრულებელი. ესე იგი, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, კერძოდ, ესე იგი, ცვლილების თანახმად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას უგზავნის მის მიერ სამართალდარღვევის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე და ასევე ახდენს გადაწყვეტილების ასლის ატვირთვას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ჩაითვლება გზავნილი თუ ეს პირი ან მისამართზე საფოსტო გზავნის მისამართზე მიტანისას თუ ეს პირი ან მისი ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი პირი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ უარს იტყვის გზავნილის ჩაბარებაზე postis მიმტანი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას აკეთებს შესაბამისად და ჩაითვლება ჩაბარებულად, ხოლო თუ ფიზიკურად საერთოდ ვერ მოხერხდა postis ჩაბარება, მაშინ გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად, ესე იგი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღეს და გამოქვეყნების წესი და პირობები მტკიცდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. ეს იყო ბატონო თავმჯდომარე, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა. კოლეგებო, შენიშნული მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. ერთსულების მიხედვით, რაც დაჯარიმების აქტის მიმდინარეობისას არის წესი ჩაბარებისა, იგივე ხდება უკვე მის გასაჭიროების შემდეგად გამოცემული აქტის თაობაზეც და რაც თქონდა ლოგიკური. მადლობა, თხოვთ. მადლობა. აიკავთ ადგილი, მადლობა. ბატონო ალექსანდრე. ბოლო საკითხი არის დღის ეს დღით გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოადგენელი საქართველოს კანონის პროექტები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. და ასევე სანამ საკითხის გამოტანას ვთხოვთ ბატონო ალექსანდრე, საინტერესო მოვლენასთან გვაქვს ადგილი. სულ რამდენიმე წუთის წინ კომიტეტის წევრი გიო ფარულავა აკეთებს განცხადებას ემიგრანტებთან დაკავშირებით და ეხლა ამ წამს მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა ბატონმა დავითმა არსებითად წარმოადგინა ცვლილებები და ბატონი საერთოდ რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია არ იმყოფება დარბაზში სიტყვას არ ძრავს, არ სვავს კითხვას და შემდეგ გამოდის და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და ტყუილებით არის დაკავებული და კეკლუცობს ჟურნალისტებთან. ასეთი დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანებს ჩვენი იმიგრანტების მიმართ, რომლებსაც ცდილობენ რომ სისტემაში შეიყვანონ და აბსოლუტური ტყუილები ისაუბრონ განსაკუთრებით კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით თურმე. მობრძანებული იყო ეს ადამიანი და ეს ოკითხო და გავცემდით პასუხს ისე როგორც ეს წესი და რიგია. მაგრამ როგორც ჩანს გახარიას გუნდის წევრებისთვის ჯერ ახალია საპარლამენტო საქმიანობა და მათ მხოლოდ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან საუბარი ეხერხება და არა დისკუსია და შინაარსობრივი კამათი. თხოვთ ბატონო ალექსანდრე. წარმოადგენთ კანონპროექტი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები კომიტეტის წევრებს, მივესალმები დამხმარე საზოგადოებას. წარმოვადგენთ კანონპროექტს პოლიციის შესახებ და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით და წარმოდგენილია მთავრობის ინიციატივით. ამ შემთხვევაში ცვლილების მიზანს წარმოადგენს ჩვენი პოლიციელების და მეხაძე მაშველების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის დამატებითი გარანტიების დაწესება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იზრდება კომპენსაციების ოდენობა, ერთჯერადი კომპენსაციების ოდენობა იმ პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში 2005 წლის შემდეგ ხდება ამ კომპენსაციის გადახედვა და ნაცვლად არსებული დღეს 15,000 ლარისა, რომელიც გათვალისწინებულია იმ პოლიციელის ოჯახისთვის, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ამ შემთხვევაში ეს თანხა იზრდება 30000 ლარამდე, ხოლო ასევე გათვალისწინებულია კანონში საფლავის მოწყობის ხარჯები 500 ლარი არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი რედაქციით და იზრდება 2000 ლარამდე. თუმცა აქვე დავაზუსტებ, რომ დღეს მოქმედებს და ცალკე არის ჩანაწერი პოლიციის შესახებ კანონში, როდესაც თუკი პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მაგალითად კრიმინალთან ბრძოლის შემთხვევაში გარდაიცვალა ან თქვათ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, ასე დროს გათვალისწინებულია 100000 ლარიანი კომპენსაცია და ეს თანხა ბუნებრივია ძალაში რჩება. ასევე ცვლილების თანახმად ეჯრადი დახმარების ოდენობა იზრდება იმ პოლიციელებისთვის, ვინც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მძიმე დაზიანებისთვის დღეს არის 7000 ლარი მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული და იზრდება 20000 ლარამდე. ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის 4000 ლარიანი კომპენსაცია იზრდება 15000 ლარამდე, ხოლო მსუბუქი დაზიანებისთვის 2000 ლარიანი კომპენსაცია იზრდება 10000 ლარამდე. გარდა ამისა, შემოდის ახალი მექანიზმი, ეს არის შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მიეცემა იმ პოლიციელებს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს დაზიანება და მათ ესაჭიროებათ, ასე ვთქვათ, დრო იმისათვის, რომ ვთქვათ, რეაბილიტაცია გაიარონ და ასე შემდეგ. ერთ წლამდე ვადით შეიძლება გაიცეს პირველ ჯერზე კომისიური წესით ანაზღაურებადი სამედიცინო შვებულება, რა დროსაც უნარჩუნდება მას შესაბამისი ასე ვთქვათ, კურნალობის, რეაბილიტაციის, ტრანსპორტირების და მოვლის ხარჯები. ასევე შემოდის 4 თვიანი შვებულება არასამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ანუ არასამსახურებლად თუ დაუზიანდა ადამიანს პოლიციას ან მეხანძრე მაშრომის ჯანმრთელობა, ასევე შესაძლებელია ანაზღაურებადი 4 თვემდე ვადით შვებულება მიეცეს. გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ადგენილი წესით სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, ხოლო ასევე შრომის უნარობის გამო სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულან დათხოვნილ პირზეც. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ანუ თუკი პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდება და მას თქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ აქვს საშუალება გააგრძელოს მოვალეობის შესრულება, სამწუხაროდ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე მხარდაჭერ მექანიზმებს, როგორც არის სამედიცინო შვებულება და ასე შემდეგ. და რაღაც გარკვეული ვადის, ანუ 4 თვიანი სამავტყოფო ფურცლის ვადის ამოწურვის შემდეგ წესით ვალდებულია სამინისტრო რომ გაათავისუფლოს ასეთი პირი სამსახურიდან, რაც რა თქმა უნდა არასამართლიანი მიდგომაა ამ ადამიანების მიმართ და სწორედ ამ საკითხის რეგულირებას და მოწესრიგებას ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი. როგორც მეხანძრე მაშველებზე, ასევე პოლიციელებზე თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ სოციალური დაცვის გარანტიები დამატებით გავრცელდება. დიდი მადლობა და კითხვების შემთხვევაში მზად ვარ ბატონო თავმჯდომარე თითოეულ დეპუტატს მიმართავ პასუხებისთვის შესაბამისად მიპასუხებთ ყველა საკითხს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ალექსანდრე, კოლეგებო, ხომ არ არის შენიშვნები, მოსაზრებები დამცველი საზოგადოებისგან? ასეთი არ გახლავთ, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, პოლიციელებს ჰქონდეთ გარანტიები, სოციალური გარანტიები უმაღლესი დოზით და შესაძლებლობით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე სათქმელად, მაგრამ შესაძლებლად ურთულესი, ესენი არიან ადამიანები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც დღესა და ღამეს აერთიანებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს დაცული. საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი ქონებრივი ინტერესები და ამის საპირწონედ იღებენ უდიდეს შეურაცხყოფას და ამასთანავე პოლიცielis არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიცielis მსახურება ეს არ არის კონკრეტული პოლიცielis მიერ შესრულებული საქმე, ამასთან ერთად ქვეყანას ემსახურებიან მათი ოჯახის წევრებიც. და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ოჯახის წევრებზე სოციალური გარანტიები იყოს გავრცელებული და უზრუნველყოფილი, როგორც ეს არის ჩვენი გმირი ჯარისკაცების შემთხვევაში. რისთვისაც კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობას გადავუხდით სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის, სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და ამ ინიციატივისთვის პირადად მინისტრს გეგა გელაძეს და თქვენ რა თქმა უნდა წარმოდგენისთვის. მადლობა. გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. მადლობა. კოლეგებო, ამით ჩვენ განსახილველი საკითხები ამოვწურეთ, შესაბამისად შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის ეტაპზე. პირველი გახლავთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენი წარმოდგენილი ინიციატივა ბატონ ალექსანდრეს ვინ არის მომხრე?
დამსწრთამიერი ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ბატონი კალადაშვილის მიერ წარმოქმნილი კანონპროექტი, ვინ არის მომხრე, დამსწრთამიერი ერთხმად, დიდი მადლობა. შემდეგი ადმინისტრაციულ სამართალდაღუთა კოდექსში ცვლილების შეტანის თავებაზე ქალბატონი მაია ბითაძის მიერ წარმოქმნილი ცვლილებები, ვინ არის მომხრე, დამსწრთამიერი ერთხმად, დიდი მადლობა. შემდეგი საქართველოს საარჩევნო კოდექსი თავმდაცველობებთან ერთად ბატონი დავითის ვინ არის მომხსენებელი? ერთხმად დამსწრთამიერ, მადლობა. და ადმინისტრაციული საფრთხისგან გათავისუფლების შესახებ ქალბატონი მაია ბითაძის მიერ წარმოქმნილი ცვლილებები, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. სრულიად ნაყოფიერ სამუშაო დღეს.